ჩვენი გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს როგორც პარტიას, მაშინ ჯერ კიდევ როდესაც ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმროში იყვნენ, მაგრამ ამაზე მე მგონი პასუხი გავეცი. ჩვენ გვინდა მივწვდეთ, გავააქტიუროთ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ ერთი თვლიან, რომ არჩევნებზე წასვლა არის გზა და ამავდროულად ვისაც არ ყოფნის გამბედაობა, ვისაც რაღაც გარკვეულწილად ნიჰილიზმი აქვს შეპარული, ვინც თვლის რომ ხო ყოველდღიურობა რაღაც აზრი გვინდა დავანახოთ, რომ ეს ადამიანები წინააღმდეგობის მოძრაობაში უფრო მეტად აქტიურები იყვნენ, რომლებიც არიან ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი ჩვენი საზოგადოების და არიან ოპოზიციურად განწყობილები. ამას ვფიქრობთ ჩვენ. რაც შეეხება ეუთო ოდირს, ეუთო ოდირის ჩამოყვანა მოწვევა დღეს კიდევ მეორე ფარსი არის და არანაირად არ ისახავს მიზნად ჩემი აზრით რაღაცა ლეგიტიმურობის ფასადის შექმნას, იმიტომ რომ შეგახსენებთ 18 ივნისს კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთო ოდირს არ მოვიწვევთ და პრაქტიკით ასე ხდება, რომ სადღაც 4-6 თვით ადრე უნდა მოიწვიო ეუთო ოდირი, რათა მათ მოახდინონ თავისი ლოგისტიკური ხოჩერს ველოდებოდით რეგისტრაციის დასრულებას, რომ სურათი გვენახავთ დღეს პირდაპირ თქვა ეგ, რომ აი გარემოებებზე იყო დამოკიდებული. ეს ხო ტყუილია სინამდვილეში. სხვა მიზეზი. გრიგოლ გეგელიამ თქვენ ამაზე მოგახსენებთ, ხო? ეუთო ოდირი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ ლეგიტიმაციასთან ამას არანაირი კავშირი არ ექნება ავტორიტარულ სისტემებშიც ეუთო ოდირი ყველგან ცდილობს, ვისაც მეტად უჭირს, იქ უფრო მეტად საჭირო არის ხოლმე ეუთო ოდირი. ეს ხო პირდაპირ პროპორციულია, მაშინ ივნისშივე ითხოვდა ეუთო ოდირი, რომ დაგვაკვირვებინეთო არჩევნებზე. ამით ლეგიტიმაციის საკითხს საერთოდ ეუთო ოდირი ლეგიტიმურ და არალეგიტიმურს არასდროს არ ამბობს. გაგახსენებთ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ დასკვნასაც, ხო? პირდაპირ ეს არ წერია. იქ უბრალოდ აღწერილი არის დარღვევები და ასე შემდეგ, პროცედურები როგორ შესრულდა, რამდენად იყო გარემო, როგორი იყო აღწერილი და ამის შედეგად უკვე ხდება პოლიტიკური შეფასებები. და ახლა 3-4 კვირით ადრე, როდესაც კობახიძე აჟღერებს, რომ ეუთო ოდირი უნდა მოვიწვიოთო, ჯერ ერთი შეუძლებელს ხდის გრძელვადიანი მისიის მოწვევას, რომ კიდევ 13 აგვისტოს გვითხრეს ფორმულას ეგ, რომ დრო აღარ იქნებოდა და ახლა ამბობს, რომ აი მაინც მოვიწევთ ეუთო ოდირს და ეუთო ოდირმა ჯერ ერთი მათგან პასუხი არ ვიცით. ეუთო ოდირმა რომ თქვას, რომ ახლა ჩვენ ვერ მოვასწრებთ, ისინი ამას ისევ პროპაგანდისთვის გამოიყენებენ, აი უარი გითხრესო. არგუმენტია, რომ ეუთო ოდირიც კი ვერ დააკვირდება და ფარსია. არა, მე სხვა რამეს ვამბობ, მათი მხრიდან მოწვევა არის ფარსი, არა ლეგიტიმურობის შექმნა, არამედ შეიძლება პირიქით გამოიყენო, რომ აი ეუთო ოდირმა ზურგი გვაქცია, რაც მომხდარა ბელარუსში. ბელარუსშიც მოუწევია ცოტა ხნით ადრე მოწვევა. რაღაც ტიპის მისია თუ ჩამოვა, მოკლევადიანი მისია თუ ჩამოვა, ჩვენთვის, აი ძლიერი საქართველოს ლელოსთვის, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნების დღეს ყავდეს მოკავშირეები, მით უმეტეს, როდესაც მოკავშირეებს გულისხმობ საერთაშორისო მისია, როდესაც აქ არის, ჩვენ ვართ ჩვენი ძალების იმედად, ხო? შემცირებული არის ძალიან, ანუ კონტინგენტი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვისაც და ორგანიზაციების ჩართულობისას და ბუნებრივია ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ეს იმას, რომ კობახიძემ ეს რა კარგი რამ გააკეთა, რომ დღეს მოიწვია ეუთო ოდირის მისიაო. ასე მე ამიტურად ჩვენ ამას არ უყურებთ. ვეთქვი, რომ ძველი განცხადება გადიოდა ახლა ეუთო ოდირის ეს არ არის პასუხი დღევანდელი. ხო, დღევანდელი არ ვიცით რა პასუხს გაგვცემს, მაგრამ მოკლევადიანი მისია თუ ჩამოვა ეს შესაძლებელია. მათი პასუხი იყო, აღარ შეუძლია შეზღუდული დროის გათვალისწინებით ჩაატაროს ყოვლის მომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება, თუმცა რაიმე მოკლევადიანი თუ იქნება. ჩვენ ამ ბრძოლაში შევდივართ, რატო არ მოვითხოვეთ ამ არჩევნებისთვის რაღაცა წესების ცვლილება, გაუმჯობესება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ქართულ ოცნებასთან ერთ მაგიდაზე არ დავსხდებით, არც ერთ თემაზე სასაუბრობთ, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისა, ახალი წესებითა და ადმინისტრაციით და სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა. ამას ვამბობთ ყოველთვის და ამას არ გადაუხევთ და ჩრდილს არ მივაყენებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომ ეხლა რაღაცაზე მოლაპარაკებებზე წავსულიყავით ქართულ ოცნებასთან. ვიღებთ მოცემულობად იმას, იმ უთანასწორო გარემოს, იმ ადმინისტრაციას, იმ წესებს, რომელიც არის და შევდივართ ამიტომ ბრძოლაში. როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის წიაღში არსებულ კამპანიას ასე განვიხილავთ და 4 ოქტომბერსაც ასე განვიხილავთ. წავალთ არჩევნებზე დღეს, მივცემთ საარჩევნო ბაზაზე, საღამოს ვიქნებით აქციაზე.